ძალიან ემოციური დღეა, ძალიან რთულია, განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გუშინ საქართველოს ცვლილებებს და მის ევროპულ მომავალს მისცა ხმა და ვინც ალბათ ეხლა არის უკიდურესად შეწუხებული, დათრგუნული, ელოდება საკუთარი ხმის დაცვის რა მექანიზმები შეიძლება დაინახოს და ასე შემდეგ. მე პრინციპში ყველა ვერსიას, ორივე ვერსიას ველოდებოდი. მე ვერსია პირველი, რომ მიიღებდა მოცემულობას ობიექტურად ისე, როგორც დაინახავდა ივანიშვილი და არ დაიწყებდა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას და ვერსია მეორე და ეს ვერსია ამოქმედა მან, როდესაც მას მანიპულაციებით, ფალსიფიკაციით და გაყალბებით მოუპოვეს ეს ციფრები, ეხლა რა ციფრებსაც აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ეხლა უკვე დააკვირდება, როგორი იქნება ამომრჩევლის რეაქცია, პროტესტი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება და ამის შემდეგ შეიძლება დაინახოს უკვე უკან დახევის აუცილებლობა. ეს არის მეორე სცენარი. სამწუხაროდ მეორე სცენარი წარიმართა პროცესი, 10-ზე მეტი გაყალბების მეთოდია გამოყენებული. რამდენიმე ჩამოვთვლი ძალიან სწრაფად, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ეს არის პირადობის მონაცემების გაყალბება, პირადობების ჩამორთმევა. ეს არის დაშინებაზე წოლა, შანტაჟი, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ჩვენი ემიგრაციისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, ვერიფიკაციის დროს და შიგნით ელექტრონული ხმის მიცემის პროცესში მანიპულაციები, ოქმები, სადაც ბალანსი ვერ დგება და ფაქტები, რომელიც აშკარად იყო გუშინ ხედავდით თქვენი კოლეგების დახმარებით, ჟურნალისტების საოცარი მუშაობით, ეს ხო გაყალბების ღია ფაქტები, უბნებზე, უბნების შიგნით, ეს ყველაფერი ერთიანობაში, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე. და ასეთი არჩევნები ლეგიტიმური არ არის. ესეთია საერთაშორისო სტანდარტი, ესეთია კანონის მოთხოვნა, მე ხა ვამბობ როგორც იურისტი, შიდა კანონმდებლობა ჩვენი კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი ამას ამბობს და იგივე სტანდარტი აქვს. მე ყოფილ ვარ ევროპის საბჭოს დემოკრატიული არჩევნების საბჭოსში წლების განმავლობაში, რომელიც აკვირდება სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებს და მიიჩნევენ, რომ ასეთი დარღვევები ყოველთვის ითვლება როგორც უხეში კანონდარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. ეს არის სურათი. რაც იძლევა საფუძველს, რომ შესაძლოა არალეგიტიმურად გამოცხადდეს ეს არჩევნები, კაპიტონო. ეხლა ეს არის მთავარი კითხვა, ხო, ეხლა არის მთავარი კითხვა, რა ხდება შემდეგ და ალბათ ყველა ელოდება სწორედ ამ კითხვაზე პასუხს. პირველი რაც მინდა ვთქვა, თამარ არის ის, რომ ეხლა მნიშვნელოვანია დამკვირვებლების შეფასებები, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მისიების. აი 2 საათზე იქნება NDI-ის აირაის, შემდეგ იქნება ევთოოდირის შუალედური ალბათ დასკვნა და არასაბოლოო და ამ კონკრეტული ფაქტებით, რომელსაც ვაგროვებთ, ვიღებთ, ვეცნობით, კონკრეტული მტკიცებულებებით, რომელიც ადასტურებს არჩევნებზე ზემოქმედებას და არჩევნების გაყალბებას, მთავარი ფრაზა შემფასებლების მიერით და ამას რომ მივაქციოთ ყურადღება, არის შემდეგი, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე თუ არა. აი ამას თუ შემფასებლები იტყვიან, როგორც ადგილობრივი საერთაშორისო დამკვირვებლები, რომ ეს გაყალბება ამ მასშტაბის გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, ანუ ცვლის ციფრებს, ცვლის მონაცემებს, ხო ეს არის თავარი. ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს. კი ბატონო, იმიტომ რომ არჩევნებს თუ ლეგიტიმაცია არ აქვს, ესეთ არჩევნებს არაფერი ფასი არ აქვს. კი, რასაკვირველია, იმიტომ რომ აი დარღვევები, რომელიც თუნდაც თქვენ ჩამოთვალეთ, კაპიტონო ეკა, შეიძლებოდა რომ ყოფილიყო იმ მასშტაბის და იმ ხარისხის, რომ აი ამხელა მაჩვენებელი მიიღო ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ პრაქტიკულად გამოდის, რომ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი და მილიონზე მეტმა მისცა ხმა ქართულ ოცნებას, რაც არ მომხდარა 2012 წლის არჩევნებზეც კი და ამის შემდეგ კიდევ რამდენი საარჩევნო ციკლი გაიარა ხელისუფლებამ, ხო? არასოდეს მსგავსი რაოდენობა ხმების მას არ მიუღია.
არასოდეს და არასოდეს არ ყოფილა ამომრჩეველი ასეთი ორგანიზებული, ასეთი მებრძოლი, ასეთი მობილიზებული და ასეთი რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, რომ ევროპა, საქართველოს ევროპულ ოჯახში თუ საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ და ეს ეგზისტენციალური არჩევნები ძალიან მაღალ ნიშნულობას ანიჭებდა მოქალაქეებს და ამიტომაც გაიარეს ქვეყნის გარეთ საოცარი იყო ეს მაგალითები, ათასობით კილომეტრი გაიარეს ჩვენმა ემიგრანტებმა და ყველა ეს ადამიანი ელოდებოდა და ახლაც ელოდება, რომ მათ შორის ოპოზიციამაც და საქართველოს პრეზიდენტმაც შეასრულონ საკუთარი პირობა, რომ ამ მომრჩევლის ხმები იქნებოდა დაცული. ხომ ასეა, ხომ ყველა გვპირდებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად დავიცავთ საქართველოს მოქალაქეების არჩევას და მათ ხმებს. რა ხდება ამის შემდეგ, როგორ იქცევა ოპოზიცია, როგორ აპირებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების ხმების დაცვას? ეხლა რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები, როგორც გითხარით, ამ დასკვნების შემდეგ პოლიტიკური პარტიები მე იმედი მაქვს, რომ კოორდინირებულად და ქარტიის ხელმომწერი პარტიები, ქარტიის ხელმომწერი ორგანიზაციები თუ პირები, სამოქალაქო აქტივისტები ერთიანად აჩვენებენ მოქალაქეებს საერთო მზაობას დაიცვან კონსტიტუციურად და სამართლებრივად საკუთარი ხმა. რაც შეეხება პრეზიდენტს, დაველოდოთ პრეზიდენტის შეფასებას, მას დღეს ალბათ ყველა შემთხვევაში დღეს ექნება მიმართვა საკუთარი ხალხის მიმართ და თავად მოისმეს ყველა მის შეფასებას, ის აკვირდება ამ პროცესებს, აანალიზებს ყველა გარემოებას, უსმენს, ხვდება ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც აქვს კონკრეტული ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით და პრეზიდენტი შეასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას, მე ამაში ეჭვი არ მეპარება და ამის შემდეგ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რას იზამს თავად ამომრჩეველი. ამას ვეგუებით თუ არ ვეგუებით, ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა დავიცვათ ჩვენი არჩევანი სამართლებრივი ფორმით და აი აქ გამოჩნდება უკვე რამდენად ერთიანია საზოგადოება ამ ზაობაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი უკვე ეს პროცესი, რომელიც მე გამოჩნდეს და ალბათ გამოჩნდება უკვე დღეს და ალბათ მალე კი ბატონო ზუსტად ეს მინდოდა რომ მეთქვა, იმიტომ რომ ახლა ადამიანები ელოდებიან. დიახ. უახლოეს პერიოდში მოკლე დროში გამოჩნდება, იმიტომ რომ პარალელურად მიდის კიდევ ხმის ხელი დათulis პროცესი, რომელიც როგორც ვიცი არ დასრულებულა და ჯერ საბოლოო მონაცემები CSKO-ს არ აქვს დადებული, გუშინ რამდენიმე საათი წვდომა შეუძლებელი იყო მის საიტზე, რაც ბევრ ეჭვს აჩენს მანიპულაციების დიდი შესაძლებლობაა ქართულ ოცნებას, რომელიც პირდაპირ მიერთებულია CSKO-s ოფისთან და რამდენიც არ უნდა აქოს დაადიდოს ახლა CSKO-s თავმჯდომარემ თავისი ტექნიკა და მის მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს იყო ძალიან ცუდი არჩევნები, ყველა დარღვევით, კარუსელები გამომჭა. ხო, კი, კაპიტანოიკა და აი ამაზე ჩამონათვალი, აი ყველა მეთოდი გამოიყენა. გარდა იმ ხილული მეთოდებისა, რაც თვალით ჩანს, ხო, თუნდაც ის ბიულეტენების ჩატენვა თუ საარჩევნო უბნებთან მობილიზაცია, პირადების მოწმობების ჩამორთმევა, დაშინება, ის რასაც ვხედავდით ჩვენ, გარდა ამისა იყო შესაძლოა კიდევ რაღაცა ისეთი ტექნიკური გაყალბება, რომელიც ან ჯერ არ ვიცით, ან ხო, უხილავია ჩვენთვის, ან კიდევ მომავალში შეიძლება გამოაშკარდეს, იმიტომ რომ აი ამ ხარისხით ხო შედეგის გაყალბება, რაც ჩვენ ნახეთ თან exit poll-თან შედარებით, მათ შორის Edison Research-ის, რომელიც აი სრული სიზუსტით ასახავს ხოლმე თითქმის საარჩევნო შედეგებს, ალბათ წარმოუდგენელია, რომ ამხელა სხვაობა მიგვეღო, ხომ ასეა? ზუსტად, იმიტომ რომ Edison-ს ყოველთვის ჰქონდა რეალურ შედეგებთან ყველაზე ახლო და ზუსტი კვლევები, პასუხები და ამიტომაც და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებითაც სრულიად არასანდოა ახლა ეს ციფრები. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქი წააგო, დიდი ქალაქები ვერ მოიგო ქართულმა ოცნებამ, ხედავთ უბნებს ქვეყნის გარეთ, მე მგონი ერთი სტამბულში აქვს და ბაქოში ხმები მიღებული. და ნუ არ გავაკეთებ ახლა ამაზე კომენტარს. კი ბატონო და ბოლოს დანარჩენი არც ერთი დედაქალაქი სადაც კი იყო უბნები გახსნილი და ისიც ძალიან მცირე ამომრჩეველს მიეცა ხმის მიცემის უფლება, იქ ერთ-ერთი უბანი ვერ მოიგო მართველმა პარტიამ. ასე სურათი ჩანს.
ჩანს და მათ შორის რა ტექნიკური ჩარევა მოხდა დამატები და რა манипуляცია ამაზე მუშაობენ როგორც ვიცი სპეციალისტები და არაფერი არ დარჩება დაფარული საბოლოოდ მაინც ყველაფერი ჟღავდება ასე რომ ყველა მტკიცებულება დაიდება ხელის გულზე და გამოჩნდება ის დიდი მასშტაბის ფალსიფიკაცია რაც მოხდა. კი ბატონო, კაპიტან ეკა თქვენ ახსენეთ რომ პრეზიდენტს ექნება დღეს განცხადება და სავარაუდოდ მის სამოქმედო გეგმასაც გაგვაცნობს რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენ ყველა ველოდებით მის განცხადებას, მაგრამ მანამდე ირაკლი კობახიძე ამბობს აი რა ბერკეტები შეიძლება ვთქვათ გამოიყენოს სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების აი ამ გაყალბებულ შედეგებთან დაკავშირებით. კობახიძე ამბობს რომ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი არ დანიშნავს მაგალითად პარლამენტის პირველ სხდომას. კონსტიტუციით პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს. თუმცა თუ პრეზიდენტი ამ სხდომას არ მოიწევს პარლამენტი ვადის ბოლოს, ანუ მე-10 დღეს თავად შეიკრიბებაო და რომ საქართველოს პრეზიდენტს თუ ის გადაწყვეტს რომ კიდევ ერთხელ დაარღვიოსო კონსტიტუციაო, მაშინ პრეზიდენტს ამ შემთხვევაში ექნება მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია და ამ შემთხვევაშიო პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებენ გადაწყვეტილებას რომ დანიშნონ ამ პარლამენტის პირველი სხდომა. რა ბერკეტები აქვს ახლა სალომე ზურაბიშვილს და რამდენად მართებულია ის განმარტება რაც გააკეთა ახლა ირაკლი კობახიძე. კონსტიტუციის საკითხვა ყველა უკეთესად შეძლო ამ ქვეყანაში ვიდრე თავად კობახიძემ, იმიტომ რომ კონსტიტუციის ნორმებს ისე ამახინჯებს ყოველდღიურად, რომ აი ძალიან შეურაცხყოფელია. და ესეთი რამ რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ, თუ მან ესე თქვა, ესე არ წერია კონსტიტუციაში. პრეზიდენტი იწვევს პარლამენტის პირველ სხდომას იმ ვადაში, რა ვადაშია, მაგრამ შემდეგ დანარჩენი რაც მან დაამატა, ეს მისი სურვილებია, ეს ასე აწერია მან. რაც შეეხება როგორ განვითარდება მოვლენები, მე არ მინდა მოვლენებს ახლა წინ გავუსწრო. პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის ახლა რა ჭირდება მის ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მე მჯერა მისი და იმოქმედებს ისე როგორც მას კონსტიტუცია ავალდებულებს განსხვავებით პრეზიდენტისგან თავად არღვევენ ისინი კონსტიტუციას და მათ შორის არჩევნების გაყალბება საარჩევნო ხმის უფლების წართვევა არის კონსტიტუციის დარღვევა ეს გაყალბება ჩაიდინა ხელისუფლება პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია ის იცავს იმ ფიცს რაც აქვს დადებული და დარწმუნებული ვარ ის ამას გააგრძელებს იქამდე ვიდრე მას ეს მანდატი ექნება და იმედი მაქვს რომ დიდხანს ექნება ეს მანდატი. ეს არის ჩემი ელოდებოდა ისე კაპიტანო ეკა აი ასეთ შედეგს და აი ამ ფორმით ასეთი ხარისხით არჩევნების მოპარვას. იცით რა არის აქ ორი პასუხი შეიძლება მქონდეს ერთი რომ იმდენი რამის ნახველია თავად პრეზიდენტი ჩვენ ბევრი ბრძოლა გვაქვს ერთად გამოვლილი 2007 წლიდან და მას უფრო ადრეც ასე რომ ალბათ ამდენი რამის ნახვის შემდეგ არაფერზე არ უნდა თქვა რომ რაიმეს ვერ წარმოიდგენ თან ბიძინა ივანიშვილისგან ეს მასშტაბი ხომ ეს მასშტაბი რაც ეხლა მოხდა გაყალბების ალბათ მაინც არ იყო ნორმალურად წარმოსადგენის სცენარი და ალბათ მაინც ყველა მოლოდის გაცდა შესაბამისად ეს გამოცდილება მას ძალიან დაეხმარება ანუ შესაბამისად ყველა მოლოდინს უნდა გაცდეს ახლა სალომე ზურაბიშვილის შემდგომი მოქმედება მაგრამ პრეზიდენტი გამოცდილია ძალიან იცი თქვენ როგორც დიპლომატი და როგორც პოლიტიკოსი და მას ეს გამოცდილება უთუოდ დაეხმარება იმაში რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს